მოგესალმებით მეგობრებო. ერთი უცნაური ამბავი უნდა გიამბოთ. დღეს ვიყავი თელავში. წავედი, რა თქმა უნდა, ეხლა ბინის ფულზე რაც გუშინ იყო დათამაშები ის გადავრიცხე, ის რაც ბონუსი დამიჯდა. გამოვედი იქიდან და ვივაჭრე, თანსასაცილოა თანმეტირება. გამოვედი რომ უნდა ჩამოვიდე სახლში, გადმოვედი TBC ბანკის გადასწრილ და ტაქსის შოფერი მხვდება. ჩავალაგე ნავაჭრი, და მივკეტე კარები, ანუ ეს კარები რომ მივკეტე, მე ხო ის კიქიდან მხარეს უნდა კითხეს გადმოვჟეთ. და ქოქა მანქანა მიდის, დაიძრა პირდაპირ. უბრახუნებ მანქანაზე ხო. შენ რა ვიცი, თანმეტირება ამას რო გიყვებით ხო. უბრახუნებ, გააჩერე რომ ჩემი ტავარი მიგაკ შედალოცვილეშილო. მირბი დააწვა პირდაპირ პრიამოი. არც კი იყურება მე მივდევდი თუ რას ვაკეთებდი. ეხლა ვიცახი კაცო, კაცია შეიძლება საჯარიმოს აერი და საპატრულო ხშირად მოძრაობს იმ ბაზრის ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე და ალბათ მეთქი ბუსა დავიწყდა ჩავიდა ქვემოთ მეტ. მივდევ კაცო, მივდევ და თანცრემლები გამდის. კაცმა გადაუხვია უკვე და მიდის. ესევე ვნახე იქვე ჩვენი თელავის საპატრულო თანამშრომლები. ადგილზევე ეგრევე დაქოქეს, გაეკიდნენ. მაგრამ გავიდა 20 წუთი არც ის ტაქსი ჩანს, არც ეს საპატრულოს თანამშრომლები. დედავს გაევარახლა. ალაზის პროსპექტის ჩასაყვევის აქეთ გადმოსვლივ და ვაება მაქვს. ჩემი ემოცია თქვენ იცით ეხლა რა იქნებოდა. ვილოდები, ვიყურები რა მარკის მანქანა, რა ნომერია რომ დავინახო, მოდის თუ არა მანქანა. მართალს გიყვებით უყრო, არაფერს ტყუის არ გიყვებით. ტირი ვარ. მომაწვა ემოცია და ეს პატრის შოფერი ბიჭები მეუბნებიან დააწყნარდი ვარსკვლავო, მოგიტანთ ყველაფერს. აქ არაფერი იკარგება. ხო იცი ჩვენი ჯიგარი თელაველი ხარო. ეხლავე გაუჩინარს გაგიჩენთ. არ გავიდა 10 წუთი, 15 წუთი და პიკაპი უკან ეს მანქანა თეთრი გედივით მოშლიერდა. საწახვედიო. საპატრულოს თანამშრომელმა უთხრა. ეს კალბატონი რო არ დაჯდა, რატო დაძალი მანქანაო. მე კი ხანვი ისტერიკა მომაწვა და მთელი თითი შემოვიხედე ბაზრის ტერიტორიაზე ხალხი უკვე თუ აქეთაც TBC ბანკისკენ რო კიდაღა მე იქ იმპაქტი მივიღე განარა არის ხალხო. განარა არის 100 ლარის აივაჭრე სიტყვაზე 60 ჯერ ეგერთი რომ ყველაფერი ახლა უკვე არის დასაფასებელი. ჯერ ეს რამდენიმე დღე არის დაბლოკილი ვარ და რეპორტები და რა ვიცი აი ეს რაღაც რაიდან ვაკოციცებ რომ ასახში საჭმელი მოვიტანო ან გადავრიცხო ბინაზე ფული ხო? თან ბავშვის იმაზე ვფიქრობ და უკვე თავში ხვარეული მაქვს ეს ყველაფერი და ეს ქალბატონი რო არაო მე მივდიოდიო სახში უნდა ჩამეტანა ეს ყველაფერიო. ნუ ეხლა გასაგებია შეიძლება ასაკიანი კაცი იყო ვერ მოტვინა ეგონა უკან დავჯიქი კარები რომ მივკეტე მასე გონა რომ მე უკვე დამჯდარი ვიყავი მე ეს გიგათი რამე გადავიტანე უკვე ისეთი რაღაცა მომივიდა კინა მიქვე სიცოცხლე დავამთავრე. თან სასაცილოა ხალხო თანმეტირება, თანავტირი ვარ, თან მანქანას ველოდები, თან საპატრულოს ველოდები, მალევე მოგვარდა ყველაფერი. ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა. აი ესეთი კურიოზი და შემემთხვა დღეს. რა ვიცი, ხალხო, ეხლა თუ გინდა იცინეთ, თუ გინდა იტირეთ, დანარჩენი თქვენი აგერ თელავი, აგერ ხალხი გონეს რომ ვიდეოები გადაიღეს. აი ესეთი ამბავი დამემთხვა დღეს.